უნდა იყოს ნებაყოფლობითი და იქ უნდა წავიდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს მართლა სურს და მართლა შეუძლია რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა. დღესაც საკმაოდ კარგი ნებაყოფლობითი რეზერვის სისტემა გვაქვს. სამწუხაროდ მისი შევსების რიცხვები არ არის რა მაღალი. ჯამში 20,000 მეტ ახალგაზრდას დავეხმარე. მაგალითად პროფესიონალური არმია ფიზიკურად ვერ გოყოლები და აგიხსნი რატო. მთავრობა ამ ადამიანებს ანუ თავისუფლების აღკვეთით და ციხეში გამოკეტვით ემუქრება. არა მხოლოდ თავდაცვის სისტემა გვაქვს ასაშენებელი, ეკონომიკაც ასაშენებელი გვაქვს. არასდროს არ მithქვამს რომ ჩვენს ქვეყანას თავდაცვა არ უნდა გქონდეს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს ნებაყოფლობით. ამას ემატება ის რომ რაღაც მომენტში თუ შენ რეზერვი ყავს, რეზერვიც იფიტება. მობილიზაციას აცხადებ თუ არ აცხადებ. მე გელაპარაკები აწმყოზე და წინა 13 და მე წელზე. არ გვაქვს ბერკეტი რომ რამე შევცვალოთ. მოდი იმ სახელმწიფოზე ვილაპარაკოთ. რა კი ბერკეტი არ მაქვს. ხვალე 200,000 კაცი ჩაიხოცოთ, პრობლემა არ იქნება. მაგრამ ანუ რატო და ეგ კარგია, მე რა ეგ იმიტომ ხდება რომ ანუ საშინელება არის, მაგრამ არა, საზარბაზე ხორცად რატო აქცევთ ეხლა თქვენ მაგას აქცევთ? აი ეხლა მაგალითად შემოვიდა 2 იულის სამწუხაროდ. არ არის ადგილი. და არის ადგილი უკრაინის ომი მოხდა ეხლა და ჩვენ ნახეთ გვიან მობილიზებული ხალხი როგორ იხოცება ფრონტზე. სკოლებში დანერგი ეკობები, უნივერსიტეტში დანერგი, რა საჭიროა რომ ჩემი ცხოვრები ერთი წელიც ხო, ანუ რანაირად ჩემ გამთავრებას საერთოდ გააგონო ის რომ ჩვენ გვინდა სავალდებულოს სამსახური და ეგ კაია. ანუ დეცენტრალიზაცია გინდა. ანუ მაგაში ესეთივე დეცენტრალიზაცია ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მონობა არ არის ეს. კი ბატონო, აი ხე მივედით კიდე ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არ დაგავიწყდეს. ხო, არ უწევს ჩვენი სახელმწიფო თავდაცვის მენეჯმენტს. დღეს სახელმწიფო არაფერს არ უწევს რუსეთთან. და ქართველი ჯარისკაცი საღამოს ტაქსაობაზე არ უნდა ფიქრობდეს, იმიტომ შვილებს რაღაც აჭამოს. მე ჩაგიდე კვლევებს, რომლებიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ჭირდება დღეს ქართულ თავდაცვას. მე გელაპარაკები ციფრებით, შენ მელაპარაკები დემაგოგით. მე აბსოლუტურად. ეხლა თანამედროვე საფრთხებს ვერ ვაფასებ და რაღაც ბიჭური არგუმენტები ბიჭო არაფერ შუაში არ მოგესალმებით, კამათობა მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ საინტერესო პოლიტიკურ ფაქტებს და მოვლენებს. მე მისი წამყვანი და მოდერატორი ანა ყაულაშვილი ვარ. შეგახსენებთ, რომ კამათობა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ, რომ გამოგყვეთ და ლაიქოთ ეს ვიდეო, უყუროთ ბოლომდე და ასევე თვალიადებთ მისმინეს სხვა პროექტებს Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღეს გადაწყვეტეთ, რომ გვესაუბრა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საქართველოში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ჩვენი მეზობელი არის რუსეთი და ყოველთვის რთული არის იყო იმ სიტუაციაში, სადაც მეზობელი არის აგრესორი, ოკუპანტი და ესე გემეზობლება, მაგრამ ასევე არის მნიშვნელოვანი თუ როგორი სისტემა გვექნება ჯარის, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხები. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სტუმრები, ლაზარე ქარჩხაძე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და პარტია გირჩიდან რუსკა აბუაშვილი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, დროის დათმობისთვის. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო დებატები გველის წინ. მინდა რომ პირველ რიგში გაიცნოთ მაყურებელს და თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად თქვენი თავით წარუდგინოთ მათ. სალამი, მადლობა მოწვევისთვის. რუსკა აბუაშვილი, ამ ეტაპზე გირჩის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, წარსულში მუშაობდი ბიბლიურ თავისუფლებაში და წლების განმავლობაში აქტიურად ვიბრძოდი, რომ ახალგაზრდები შლაგბაუმთან მონურად არ წაეყვანა მთავრობას. ჯამში 20,000 მეტ ახალგაზრდას დავეხმარე და დღეს ამიტომ მოვედი აქ სასაუბროთ, რომ ზუსტად ამ ახალგაზრდების პრობლემები და ასე ვთქვათ, სათქმელი გავაჟღერო, თუ რატომ არ უნდათ მათ იმ ადგილას წასვლა. მადლობა რუსკა, ლაზარე. ხო, მე ლაზარე ქარჩხაძე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის დამაარსებელი წევრი და ეხლა საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, სტუდენტი. მე მგონია, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელიც დადგა გეოპოლიტიკურად და რეგიონშიც, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური და გადამზადებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მყისიერად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევებს, რომელიც რადიუსიც გაზრდილი არის.
მადლობა. მე შეგახსენებ თამაშის წესებს და მაყურებელსაც შევახსენებ, რომ გვექნება სულ 3 ბლოკი. პირველი გვექნება 5 წუთიანი შესავლის ეპიზოდი, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, რომ გააცნოთ მაყურებელს თქვენი მოსაზრება უფრო ფართოდ, ვიდრე ახლა დააფიქსირეთ, არგუმენტებით, ჩაშლით, მაგალითებით ასე შემდეგ. ეს 5 წუთი იქნება თავიდან ბოლომდე თქვენს განკარგულებაში, ვერ ჩავერავით ვერც ერთი. შემდეგ გვექნება 30 წუთიანი საერთო დისკუსიის რეჟიმი, დიალოგის რეჟიმი, სადაც შეგეძლებათ, რომ ესე ჩაიჭრათ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ნორმის ეთიკის ფარგლებში, დიალოგის რეჟიმში წარმართოთ ეს ბლოკი და უფრო მეტად საუბარს დაემსგავსოს, ვიდრე ცალ-ცალკე მოხსენებებს და ბოლოს გვექნება 2 წუთიანი შემაჯამებელი ეპიზოდი, სადაც დაამატებთ, რაც გექნება სათქმელი, ზოგადად შეაჯამებთ დებატს და ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ ბევრი გვექნება სათქმელი, შემაჯამებელი და სადებატო. მთავარი არის, რომ გავაგოროთ კამათლები და გავიგოთ, ვინ დაიწყებს. ერთად. 5 და 4. ხო მოგესალმებით კიდე ერთხელ. მოკლედ ხო ჩემი პოზიცია ის, რომ საქართველოს დღეს მისი უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე ჭირდება სავალდებულო სამხედრო სამსახური. გამომდინარეობს იმ ძალიან კონკრეტული საზომებიდან, რომელიც ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის დაგეგმვისას და გაანალიზებისას დგება. დღეს არა მხოლოდ საქართველოში და ამ რეგიონში, რომელიც ისე ძალიან დიდი ხანია კონფლიქტური არის და მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლიდან ვიხილეთ არაერთი კონფლიქტი, ხო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისევე ჩვენ გვქონდა რამდენიმე პირდაპირ და სრულმასშტაბიანი კონფლიქტი. ჩვენი უშუალო მეზობელი არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და თუ ყველაზე აგრესიული არა, რა თქმა უნდა, მილიტარისტული სახელმწიფო, ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ინტერვენციის საფრთხე მუდმივად დგას, ან პირდაპირ კონვენციური საფრთხე გაგვაჩნია, ასევე თანამედროვე სამყაროში გაზრდილი არის არაკონვენციური, ანუ მაყურებლისთვის რომ გამომარტოთ არა სამხედრო საშიშროებები, მაგალითად ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ სტიქია შოუში, ვიხილეთ ეხლა ხარაგაულის მოვლენები, მაგალითად მეწყერსაში არაერთი წერტილი არის საქართველოში, ვიხილეთ თითოეულობის დროს აბსოლუტურად მოშლილი სახელმწიფო სისტემა და მოუმზადებელი საზოგადოება მათ შორის და მსგავს ჰიბრიდულ და არაპირდაპირ საფრთხეებზე ასე ვთქვათ შესაბამისი პასუხისთვის თანამედროვე სამყაროს აქვს პასუხები მეტწილად არსებობს კონკრეტული სისტემები და უსაფრთხოების ჩარჩოები, რომელსაც ქვეყნები თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე აკეთებენ ხოლმე და მგონია რომ საქართველოშიც საჭირო არის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამომდინარე რუსეთის როგორც სამხედრო მანქანის ტიპის და იმ საფრთხის, რომელიც მის გამოდის, ჩვენ გარდა იმისა, რომ მაღალ ტექნოლოგიური და პროფესიონალური არმია გვჭირდება და ამაში ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს და იქაც უნდა გაიზარდოს რიცხოვნობა, ჩვენ აბსოლუტურად გვჭირდება დეცენტრალიზებული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილზე გადაწყვეტილების მიმღები, მცირე მობილური ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან და ყველა იმ პრობლემას, რომელიც მე ვახსენე, ხო იქნება ეს პირდაპირ მილიტარისტული საშიშროება შემოჭრის შემთხვევაში დახვდება მომზადებული, თუ იქნება ეს თქვათ დიდთოულობა და ცენტრთან კავშირი ექნება ამ დეცენტრალიზებულ მექანიზმს, რომელიც საერთო უსაფრთხოების სტრატეგიაში ასე ვთქვათ იქნება ჩამჯდარი და იქნება პატარა ფაზლები, თუმცა გამომდინარე იმ გამოცდილებისგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია, სადაც საზოგადოებრივი ქსოულს ხედავთ, რომ აბსოლუტურად მოშლილია და სახელმწიფო დღეს მიტაცებული არის, ანუ სახელმწიფოს არ შეადგენენ ადამიანები, არამედ წართმეული აქვს პოლიტიკურ ელიტებს და ეს ხდება წლებია და ანუ მე და თქვენ მაგალითად ვერც ერთი სახელმწიფოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში ვერ ვიღებ წულს გარდა 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე მისვლისა, იმ სახელმწიფოში, რომელსაც მე წარმომიდგენია და რომელსაც ვაშენებ და მე მგონი ჩვენ დღევანდელ ქვეყანაზე მაინც და მაინც არ ვდებატობთ, ან როგორი ქვეყანა გვინდა რომ ავაშენოთ ამაზე საუბრობთ. იქ სადაც გადაწყვეტილებას მე შენ და თქვათ რუსუდანი ერთად ვიღებთ და ჩვენი მაყურებლები, მე ამის დაცვის ასე ვთქვათ სურვილი მეტი არის რა, თუმცა გამომდინარე იმ განწყობებიდან, რომელიც თქვათ ჯერ საბჭოთა ჯარმა შექმნა, სადაც დაკლე პრესტიჟულად იცვლებოდა და საერთოდ არ ქონდა განცდა რომ შენ სახელმწიფოს იცავდი, შემდეგ ჩვენი სახელმწიფოს საშინელმა დამავნე რაღაცა პოლიტიკამ, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში გქონდა, აუცილებლად იქნება წინასწარი განწყობები საზოგადოების, რომელსაც უბრალოდ კარგი მარკეტინგული გაყიდვით და კარგი ვიდეო რგოლებით ვერ შეცვლი. რა დღესაც საკმაოდ კარგი ნებაყოფლობითი რეზერვის სისტემა გვაქვს, სამწუხაროდ მისი შევსების რიცხვები არ არის რა მაღალი და ვერავინ ვერ იტყვის, რომ იქ რაიმე შეუთავსებელი ან სტუდენტობასთან ამ სამსახურთან ან ოჯახთან არაფერს არ წყდები, თვეში ერთი შაბათ-კვირა არის იქ მაგალითად გადამზადება, ხელფასიც გაქვს, დაზღვევაც გაქვს.
შენ სახლთან ახლოს არის, ეს ტერიტორიული პრინციპით არის მოწყობილი, ძალიან ბევრი რამე არის გასაუმჯობესებელი და თავი პრობლემა ამის არის, რომ ამოვარდნილია მთლიანი სისტემა, და მთლიანი სისტემა არ არსებობს და ცალკე ის რაღაც პატარა ნებაყოფლობითი რეზერვი არსებობს. თუმცა იქაც კი არავინ არ მიდის რა, აქ იმის განცდა არავის არ აქვს, რომ ხო რო ეს ცუდი არის და მაგიტო არ მიდის. უბრალოდ რაღაც დამოკიდებულება არსებობს ჯარის მიმართ ასეთი, რომელსაც ფიქრობ, რომ საწყის წლებში აუცილებლად ჭირდება სავალდებულობა. თუმცა ეს სავალდებულობა არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც არის აქამდე არსებობდა საქართველოში, როდესაც ოჯახს წვიდავდნენ და სამსახურს წვიდავდნენ და კარიერას გინგრევდნენ. ეს იქნება ძალიან ბევრი სისტემა არსებობს ამის ევროპაში. ჩვენ ხედავთ გერმანიაში მათ შორის ზუსტად გადაცემის ჩაწერამდე 3 დღით ადრე ბუნდესტაგმა ოფიციალურად ასე ვთქვათ მიიღო ეს საყოველთაო გაწვევის იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც დადგა კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში და სამწუხაროდ ესეთი საფრთხეები ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაგვაჩნია ვიდრე თუნდაც გერმანიას. მადლობა ლაზარე. რუსკა შეგიძლია შენი პოზიცია დააფიქსირო, ამისთვის გაქვს 5 წუთი. ხო, მადლობა კიდევ ერთხელ. მე რა თქმა უნდა დავიცავ პოზიციას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური ეფექტური საერთოდ არ მგონია და ზოგადად 21 საუკუნეში ადამიანების ჯარში ძალის წაყვანა ჩემთვის გარკვეულწილად მონობის ელემენტებსაც შეიცავს. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ მან ცხოვრების 1 წელი უნდა დაგითმოს, იარაღი აიღოს და სხვა ადამიანები დაიცვას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ეს უბრალოდ არ შეუძლია ან არ სურს, მთავრობა ამ ადამიანებს ანუ თავისუფლების აღკვეთით და ციხეში გამოკეტვით ემუქრება. ვფიქრობ, რომ ზოგადად ესეთი მიდგომა არის არაჰუმანური, არასწორი და გარდა ამისა არაეფექტურიც არის, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ ადამიანს ჯარში ძალით წაიყვან, ის მეტნაკლებად ეფექტური იქნება. ამაში ვფიქრობ, რომ სხვა ადამიანებიც უნდა მეთანხმებოდნენ, ვინც საერთოდ ეხლა ჩემს ნალაპარაკებს მოისმენს და ოდნავ მორალური პრიზმიდან მაინც გახედავს ამ ყველაფერს. მთავარი პრობლემა ჩემთვის არის იძულებაში, როდესაც ადამიანს არ უნდა რომ ეს რაღაც გააკეთოს და ჩვენ მას ვაიძულებთ. ზოგადად იძულებით გაკეთებული ეფექტური საქმის მე არ მჯერა და მაგალითად სოფლიოში არაერთი მაგალითი გვაქვს, სადაც სავალდებულო არ არის ჯარი, თუმცა ადამიანები ნებით მიდიან. ამის ნათელი მაგალითი არის ვთქვათ ამერიკა, სადაც 1973 წლიდან გაუქმებულია სავალდებულო სამხედრო სამსახური და ვიცი ჩემი ოპონენტი ამ ნაწილში არ დამეთანხმება, თუნდაც სხვა კონფლიქტური სიტუაციის და ასე შემდეგ მიზეზების გამო, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკაში ბოლო 50 წელია სავალდებულო სამსახურს არ უარსებია, იქ ადამიანები ნებაყოფლობით მიდიან და ეს სისტემა ჩვეულებრივად მუშაობს. მაშინ ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ რიგითი ამერიკელი ბევრად უფრო პატრიოტი არის რიგით ქართველზე, მას უღირს თავი გაწიროს თავის ქვეყნისთვის და ამერიკა უფრო უყვარს, მაგრამ ქართველები ვერ გამოდექით ისეთ პატრიოტები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაგვეწირა. რაც შეეხება ახლა დანარჩენ ნაწილს, მთავრობას ეს ხალხი ხო რის თქმა მინდა კიდე რომ წინა წლების გამოცდილება რაც ლაზარემაც აღნიშნა და რასაც მე წლების განმავლობაში ვებრძოდი რომ ეს ადამიანები არ წაეყვანათ 1 წელი და არ ჩამოეყენებინათ შლაგბაუმთან 50 ლარად უფასოდ, ეს ჩვეულებრივად იყო ადამიანების დამონება და შეურაცხყოფა და სწორედ ამ პრაქტიკამ გვიჩვენა თუნდაც რომ ჩვენ მთავრობას ის თავარი მიზანი კი არ ქონდა რომ თავდაცვა აეშენებინა ან რამენაირად გაეძლიერებინა, არამედ უბრალოდ დაცვის სამსახურის ფულს ზოგავდა, რაშიც ზოგადად 1000 ლარს მაინც იხდიან რომ ვიღაცამ შენი კერძო სტრუქტურა დაიცვას და ამას ადამიანებს 1 წელი აკეთებდნენ უფასოდ. რაც ჩემთვის იყო ყოველად მიუღებელი და ამიტომაც ვებრძოდი ამ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, როგორი ჯარი მინდა, ჩემი აზრით ჯარი, როგორც პროფესიული არმია, ასევე რეზერვი, უნდა იყოს ნებაყოფლობითი და იქ უნდა წავიდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს მართლა სურს და მართლა შეუძლია რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა. ზოგადად ჯარისკაცი მგონია რომ ყველაზე საპატივსაცემო პროფესია უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ყველა ადამიანი პატივს უნდა სცემდეს ჯარისკაცებს და თუ გვინდა რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ და ვიღაცას ჩვენ გამო და ჩვენი ქვეყნის გამო თავს წირავდეს, მაშინ ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, ვისაც გვინდა რომ დაცულები ვიყოთ, რომ მინიმუმ შესაბამისი ხელფასები, ანაზღაურება მაინც გადავიხადოთ. გარდა იმისა, რომ არსებობს ხელფასები და ანაზღაურება, თავდაცვაში ძალიან ცოტა ფულს ხარჯავთ და წლების მანძილზე მხოლოდ გირჩი იძახდა იმას, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ღირსეული ხელფასი გადაუხადოთ და იქ სამათხოვროთ არ წავიყვანოთ. პარალელურად შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა ვიყიდოთ, შესაბამისი წვრთნები ჩავატაროთ და მართლა თუ თავდაცვის შენება გვინდა, თავდაცვა ავაშენოთ და თუ უბრალოდ თამაში გვინდა და იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ვითომ თავდაცვას ვაშენებთ, მაშინ ეს მონური მოდელით შეიძლება ვიღაცებისთვის მისაღები იყოს. გარდა ამისა, როცა ამას ვამბობ ხოლმე მოდის კონტრარგუმენტები ჩემ წინააღმდეგ, რომ ოკუპირებული ქვეყანა ვარ და აბა ქვეყანა ვინ უნდა იცვას, მაშინ არავინ არ წავა, მაგრამ მე მგონია, რომ თუ ადამიანებს შესაბამის პირობებს შეუქმნი, ამ ქვეყანაში იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, რომ წავიდნენ და თავიანთ სამშობლოს ემსახურონ. მეორე არგუმენტი კიდე არის ხოლმე, რომ
ესე იგი არ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და არ გვაქვს შესაბამისი ფინანსები და ბიუჯეტი იმისთვის რომ ამ ადამიანებს ღირსეული ხელფასი გადაუხადოს, თუმცა ახლა ჩემ რაღაც 5 წუთს აღარ დავხარჯავ იმაში რომ რიცხვებს ჩავყვე ზუსტად და გითხრათ რომ თუნდაც რეზერვისტებს რომ ღირსეული ხელფასი გადაუხადოთ 4500 რეზერვისტს რომელსაც ყოველ წელს ვიძახებთ ხოლმე ამის ფული ბიუჯეტში ძალიან მარტივად გამოინახება და მე უკეთ აგიხსნი ლაზარე ამას. გარდა ამისა ხო, მგონია რომ დემოტივირებული ახალგაზრდებით ჯარის გავსებას აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ რიცხვებთან მიგვიყვანს, რომ კი ჩვენ წელს 4500 ადამიანი გავიძახეთ და ჩვენი გეგმა შევავსეთ, მაგრამ ზოგადად დემოტივირებული და იმ ადამიანებით დაკომპლექტებული ჯარის ეფექტურობის ანჯერა, ვისაც ამის გაკეთება არ უნდა. ასევე ვიცი რომ შენ ჯარში მსახურობდი ლაზარე, ჩემთან ამბები მოვიდა და მე მგონია რომ არჩენ არ მოგინდებოდა ფრონტის წინახაზე იბრძოდე და ზურგს ის ადამიანები გიმაგრებდნენ, რომელსაც ტყუის პირველივე გასროლისას მზად არიან, რომ არ ვიცი ფრონტის ხაზი მიატოვონ და სადმე დაიმალონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთ სიტუაციაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ და გადარჩენის იმედი არ გექნებოდა. გარდა ამისა, ხო, რასაც ახლა ბოლოს რო დავასრულო, რასაც მე ეს წლები ვაკეთებდი, ის რომ 20000 ადამიანს დავეხმარე და სიცოცხლის 20000 წელი ვაჭუქე და ბიბლიურმა თავისუფლებამ კიდე 60000 ადამიანი გადაარჩინა. ეს ჩემთვის რა თქმა უნდა საამაყოა ძალიან და საბოლოოდ რო შევაჯამო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მინდა ნებაყოფლობითი ჯარი, არასდროს არ მithქვამს, რომ მე ჩვენს ქვეყანას თავდაცვა არ უნდა გქონდეს. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხორციელდებოდეს ნებაყოფლობით, როგორც პროფესიული არმია, ასევე რეზერვი, ოღონდ იმ პირობებში, როცა ჩვენ ვზრდით თავდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 2 ჯერ, როცა ვყიდულობთ შესაბამის ტექნიკას, ვიღდით შესაბამის ანაზღაურებას, ვატარებთ წვრთნებს და გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ მართლა თანამედროვე 21 საუკუნის თავდაცვის გამოწვევებს უპასუხოთ. მადლობა. მადლობა რუსკა. ესე იგი როგორც მე გავიგე, ძირითადად ეთანხმებით პირობებს, ტექნიკურ ნაწილს, ანაზღაურების მხრივ, რა მოკლედ რა პირობები უნდა იყოს სამხედრო სამსახურში, მაგრამ მთავარი რაშიც არ ეთანხმებით ერთმანეთს, ეს არის სიტყვა სავალდებულო და ვიმედოვნებ, რომ ამ 30 წუთიან ეპიზოდში, რაც ახლა ჩაერთვება, ვისაუბრებთ იმ მთავარ პოინტებზე, რაც არის სხვადასხვა, რაზეც სხვადასხვა აზრი გაქვთ და ამაზე ვისურვებ, რომ იყოს დებატი, ანუ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ დებატი ქვია, მაგრამ ყველა თავისას ლაპარაკობს უბრალოდ და როცა არგუმენტი არის ხოლმე შემოტანილი მეორე საპირისპირო მხრის მიმართ, იმას არ პასუხობს. ვისურვებდი, რომ აი კონკრეტულად ერთმანეთის არგუმენტებს ვუპასუხოთ, რადგან უფრო საინტერესო გახდეს დებატი და რა თქმა უნდა ალბათ უფრო მრავლის მომცველიც. დროს ჩავრთავ და ლაზარე, მოდი შენ დაიწყე. ხო, სანამ ჩემი პოზიციების კიდე უფრო ასე ვთქვათ იმაზე გადავალ წარმოჩენაზე და დაკრისტალებაზე, ასე ვთქვათ, მაინტერესებს რაღაცეები რა. ანუ მაშინ როდესაც ვაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვინდა იძულები წაყვანილი ადამიანები, რომელსაც мотиваცია არ გააჩნიათ, ეს ადამიანები მერწმუნე რომ სამხედრო რაღაცა ქმედებები რომ დაიწყოს და ომი რომ დაიწყოს, ისედაც არ გამოცხადებიან კომისარიატში რა და ესეთი მასა ყოველთვის იარსებებს სამწუხაროდ ყველა კონფლიქტი ამას გვიჩვენებს. ხო, მაგრამ არც არის ყველა ვალდებული რომ ქვეყანას ემსახუროს, როგორც ყველას დააძალებს, რომ იყოს მაგალითად ექიმი, იყოს მაგალითად ადამიანებს დაეხმაროს, რაღაც გააკეთოს, ისე ჩემთვის მე არ წარმომიდგენი, რომ ყველა ადამიანში არის ის გმირი, რომელიც ქვეყანას თავს გაწირავს. ჩემთვის ჯარისკაცობა იმდენად დასაფასებელია, იმდენად პატივს ვცემ ამ ყველაფერს, ადრე ეგონათ ხოლმე, რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ თურმე თავდაცვას არ ვაფასებდი, პატივს არ ვცემდი ქვეყანას და რაღაც ხმე ის არასდროს ესე არგუმენტებია და ამას არ ვუყურებ, ასე რომ უბრალოდ მე მგონია, რომ ყველას ვერც მოთხოვთ გმირობას, მართლა იმას, რომ წადი და ქვეყანას თავი გაწირე. ეს იმდენად საპატივსაცემო და გამორჩეული გმირობა იმდენად განსხვავებული ადამიანია. გმირობას მე მგონი ვერ აუჩვენ ჯარისკაცებსაც ვერ მოთხოვთ, რომლებიც პროფესიონალები არიან, ხო გმირობა ის შეიძლება გადარიან, რომ ნებისმიერ მომენტში ხვალ ტერი შემოგვესიოს და ომი დაიწყოს. სხვა შეკითხვები მაქვს აქ რა. მაშინ როდესაც ვაუბრობთ, რომ არ მინდა ადამიანი, რომელიც ძალად არის წამოყვანილი და ნუ მე ვამბობ, რომ ისედაც არ იქნება ისინი, მაგრამ კარგი. მე მაინტერესებს მონობას და იძულებას, ამასაც დაუძახებ თუ არა, რასაც ახლა გკითხავ რა. აი მაგალითად რუსეთის პროფესიონალური არმია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, იმ მოდელის პროფესიონალური არმია, რომელსაც შენ წარმოიდგენ, დაუხვდა მას, ნუ ეს რა რაოდენობის უნდა იყოს ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ პროფესიონალურ არმიას თავის პრობლემები აქვს, რასაც გავშლით, რაღაცაზე მეტი ესეთ პატარა ქვეყანაში. ვერ იქნება რაოდენობა იყოს, მაგრამ მე შემიძლია მოვიყვანო პროფესიონალი ადამიანები, მაგალითად თუ პოლიტიკოსი ვარ, შესაბამის სამხედრო პირები, რომლებიც ზუსტად გეგმას დამიდებენ, რომ ხვალ რუსეთში შემოგვესიოს, გჭირდება მაგალითად 40000 ჯარისკაცი. მე გეტყვი რომ 40000 არა, გაცილებით მეტი გჭირდება, იმიტომ რომ რუსული სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს
პირველ რიგში და ეს უკრაინის ომში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, ითვალისწინებს არა თქვა ტექნოლოგიურ და ტაქტიკურ გათვლებს, არამედ ცოცხალი ხალხის შეხოცვას პირდაპირ მნიშვნელობით და შენ რაც არ უნდა ტექნოლოგიურად განვითარებული იყო და ესეთი ეპიზოდები რუსეთ-უკრაინის ომში ბევრი იყო, როდესაც უკრაინას გაცილებით უფრო კარგი ტექნოლოგიური შეერაღება ჰქონდა კონკრეტულ მომენტებში, ეს მუდმივი არ იყო. იმ დროსაც კი ფრონტზე იმდენად დიდ ადამიანების რაოდენობას ახოცავდა რუსეთი, რომ ეს ამას ვერ აბალანსებს. ანუ შენი უშუალო მეტოქე ისეთ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ხერხებს იყენებს, რომელთანაც ტექნოლოგიები ვერ გადის მხოლოდ და მხოლოდ ფონს. ანუ შენ კონკრეტული რაოდენობის ადამიანები ჭირდება. მცირე რიცხოვანი ჯარი უნდა გქონდეს და თუ მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობა გვექნება, აუცილებლად გავაბერწყებ. მე გეტყვი რატო ვერ გვეყოლება მე მოყვები იმაში, რომ ანუ რიცხვები მართლა მნიშვნელოვანია, ვერ გეტყვი, რომ 3000 კაციანი არმიით რაღაც რუსეთს 100,000 კაციანი მე გეტყვი, რომ ვერც 100,000 კაციანი თქვენ ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა უნდა დავყაროთ ჯარში. პროფესიონალური არმია ფიზიკურად ვერ გვეყოლები და აგიხსნი რატო. ჩვენ ერთის მხრივ არა მხოლოდ თავდაცვის სისტემა გვაქვს ასაშენებელი, ეკონომიკაც ასაშენებელი გვაქვს. ჩვენი მუშა ხელი, რითიც იზომება ხოლმე ქვეყნის სიძლიერე, არის საკმაოდ მწირი და შენ თუ პროფესიონალური, ანუ დილიდან საღამომდე ჯარისკაცების რაოდენობა გეყოლება პირობითად 200,000 და მე გეტყვი, რომ დათვლით დაახლოებით 300,000 ჯარისკაცი. ეხლა გვაქვს ზედაზღვარი 37,000 რა ჯარისკაცების რაოდენობა, რომელიც არმიაში შეიძლება კი, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო კონვენციით შეზღუდულია. მინიმუმ 3-ჯერ უნდა გაზარდო. მე არ ვიძახი ამას. შენი კონცეფცია ამბობს, რომ პროფესიონალური არმია თუ უნდა დაუხდეს, მაშინ უნდა გავზარდოთ მინიმუმ 100,000-მდე და მე გეუბნები, რომ 100-ზე არა, მე არ მithქვამს, რომ 100,000-მდე უნდა გავზარდოთ. სადამდე უნდა გავზარდოთ? მე არ მაქვს კონკრეტული მოდელი. ანუ ეხლა ძალიან სასაცილო იქნება წარმოიდგინე 28 წლის გოგო, რომელიც ბიჭებს ეხმარებოდა და 21 წლის ლაზარე რო კამათობენ იმაზე, ზუსტად რამხელა არმია უნდა ყავდეს. ანუ ჩვენ არ ვართ იმ ხოლმე პროფესიონალები, რომ ეხლა მაგრამ ანუ მე შეგვიძლია გესაუბრო რატო საქართველოსთან დაკავშირებული უშუალო ნაწილები, ანუ რუსეთის სამხედრო ასე ვთქვათ სისტემა იყოფა არმიებად. ანუ იქ არ არსებობს ერთი არმია, ან ორი არმია, 4 არმია ყავს ძირითადი რუსეთის ასე ვთქვათ შეერაღებულ ძალებს, რომელიც უშუალოდ საქართველოს თუ სხვა სამხედრო რაღაცა კონფლიქტი არ გააჩნია რუსეთს, უშუალოდ საქართველოსზე მომაგრებული რაღაცა არმიის ნაწილი, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად დავთვალოთ და ამას რამდენი შეიძლება რომ ფიზიკურად შეეწინააღმდეგოს, ესეც დავთვალოთ და რატო. მაგალითად შეტევის დროს ყოველ მიცის რომ მეტი ადამიანი ეხოცება შემტევს, ხო? არსებობს კონკრეტული დოქტრინები. მაგალითად ამერიკელები თუ ამბობენ რომ მინიმუმ 7 ერთზე უნდა უტევდე მეტოქეს რომ შეტევა გამართლებული იყოს, რუსებს აქვს დოქტრინა რომ 3 ერთზე უტევ და ეს ჩემთვის კარგია რა, მოკვდება 3-ვე, მაგრამ ავიღებ ამ ტერიტორიას. და ამერიკელები უხულებიან რუსები უყურებენ ჩვეულებრივ თავის ჯარისკაცებს როგორც საზარბაზნე ხორცს. ხვალე 200,000 კაცი ჩაეხოცოთ, პრობლემა არ იქნება. მაგრამ ანუ რატო და ეგ კარგია, მე რა ეგ იმიტომ ხდება რომ ანუ საშინელება არის, საშინელება სავალდებულო გაწევა აქვს თან რუსეთში და შენ გინდა რომ ზუსტად აი ესეთნაირად სავალდებულო გაწევა მობილიზაცია აქვს და აი ეს იყოს ზუსტად შენ გინდა რომ ჩვენთან ადამიანები ზუსტად ესე გავიწვიოს და საზარბაზნე ხორცად გამოვიყენოთ. საზარბაზნე ხორცად რატო აქცევთ ეხა თქვენ მაგას აქცევთ? აი ეხა მაგალითად შემოვიდეთ, აი წარმოიდგინე ანუ მიდიხარ, ანუ მიდი შეკითხვას დაგისვამ და მიხვდები რატო გეკითხები მაგას. შემოვიდნენ რუსეთის რეგულარული არმია, დაემატა რეზერვი. ნუ ჩვენც აქედან შევაგერეთ პროფესიონალური არმია და გაიწელა. ხო, ანუ ამისთვის ვართ რომ ისინი შევაკავოთ. იფიტება ერთი მხარე, მაგრამ იფიტებიან ჩვენი სამხედროების პროფესიონალები, ხო? ამას ემატება ის რომ რაღაც მომენტში თუ შენ რეზერვი ყავს, რეზერვიც იფიტება. მობილიზაციას აცხადებ თუ არ აცხადებ? საყოველთაოს? ან მობილიზაციას აი ეხლა მჭირდება ახალგაზრდა შევსება. ვიძახებ რეზერვისტებს, რომლებიც დაეხმარებიან. არა, რეზერვისტები უკვე იქ არიან, იმიტომ რომ რეზერვი ესე ფუნქციონირებს. ნახე, მობილიზაციას გააკეთე რომ არ ყოფნის. რომელი დაშვება საკეთებ, შეიძლება რუსეთში შემოგვეციოს ჩვენ აგვეყოს ჩვენი ლოგიკები შეიძლება დაშვებებით გავავარჯიშოთ, სწორედ ამას გეკითხები. მე შემიძლია უკრაინის მაგალითით გესაუბრო, როცა მობილიზაცია გვიან დაიწყო. ჩვენი მთავრობა როცა იმბოროტებას აკეთებდა, რას საკეთებდა და ეგით დაშვები არის ხოლმე ეს არის ჩვენი მოცემულობა, გეოგრაფიული და ტერიტორიული არ არის ადრეგ. არის ადრეგძელო უკრაინის ომი მოხდა ეხლა და ჩვენ ნახეთ გვიან მობილიზებული ხალხი როგორ იხოცება ფრონტზე. ეს ხალხი რო ყოფილიყო ეგ ხალხი წინასწარ უნდა გადაამზადო ოღონდ კონკრეტული რაოდენობა შენ ყველას მობილიზაციას კონკრეტული რაოდენობა მაგას გეუბნები რუსეთთან რომ რუსეთთან შეიძლება არ გიყოს ამოუწურავი ფიზიკური რესურსი გააჩნია ქვეყანას ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მონობა არ არის ეს ძალიან დიდი სიცხული არის როცა მონობას ეს ძალიან კარგი ყავს ეხლა მაშინ გადავიდეთ უკვე მაგნატიზმზე როგორ უნდა მოხდეს ის ანუ ადრე რასაც თავი აკეთებდა სწორი ამორალური იყო თუ არა ამორალური იყო თუ არა კაცის ერთი წელი უფასოდ შლაგბაუმთან დაგება კი აბსოლუტურად გეთანხმები რომ ამორალური
ანუ ეს ხო ძალადობა ადამიანებზე, როცა იმას არ უნდა რომ იქ წავიდეს, მაგრამ შენ მიqავს ამუშავებ. ხო იყო ამორალური. ანუ რა გამოდის? თუ ვიღაც ჩემზე ცუდ პირობებში ძალადობს, ეს არ მოსულა და თუ ჩემზე ცოტა კარგ პირობებში იძალადებ, მაშინ მოსულა. ნახე, ეხლა უკვე მივდივართ მაშინ ფუნდამენტურ განსხვავებებთან. კი ბატონო, ეხლა მე აგიხსნი, ეხლა მე აგიხსნი. წელი აკეთოს ის, რაც არ შეუძლია. კი ბატონო, მე არსებობს შეკითხვები, რომელსაც მარტივად კის ან არას ვერ პასუხობ და ეს არ არის რაღაც სისტემის ნიშანი. არა, იმიტომ რომ ანუ თანხშირად საზოგადოების ანუ რაღაც გზნობებზე თამაშობენ ხოლმე მაგით და აბსოლუტურად მის რუსუდან რომ შეგიდა რომ კი ან არა გიპასუხო, თუმცა მე ვანგრევდი თავდაცვას ქვეყნის. მე არ გეუბნები რომ შენ თავდაცვას ანგრევდი. კაცი გამოვგლიჯე იმონობას, რაც აკეთებს. მე არ გეუბნებოდი რომ მე არ გეუბნები 20.000 დემოტივირებული არის. მე ვერ ხვდები შეხ საერთოდ რაზე საუბრობ, მაშინ როდესაც მე გეკითხები მობილიზაციას თუ აცხადებ, ეს არ არის მონობა? მობილიზაციას რო აცხადებ და მოუმზადებელი სტუდენტი მიყავს ჯარში და ყდება, ეს არ არის მონობა? და მაგიტო მაგის გამომდინარე არა, მაგიტო რომ ის ადამიანი მომზადებული იყოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩემი მეზობელი რუსეთია და მე იმას კი ავყვითავდი სტუდენტობას, მიყავს წელიწადში 6 კვირა მაქსიმუმ, ისიც გადანაწილებული შაბათ-კვირაზე, სადაც ელემენტარულ განათლებას, იარაღის ჭერას, სკოლებში დანერგე, ყოფილი უნივერსიტეტში დანერგე, რა საჭიროა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი წელიც ხო, ანუ დანერგე შესაბამისი და ბავშვები გადაწყვეტენ. დღევანდელი მაინცეტი. არა, მე მაგას მაინც არ ვეთანხმები, რომ აი მაგის გამართლება. უნივერსიტეტები, საუკეთესო კაი, არ მინდა რომ კონკრეტული უნივერსიტეტი თქვა, არ მინდა რომ მე უბრალოდ თქვა. საქართველოში ერთ-ერთი ფლაგმანი კერძო უნივერსიტეტი, დღეს ერთ-ერთ კონკრეტულ кейსს ვამბობ, ერთ-ერთ რეზერვიც, რომელსაც გჭირდებოდა გამოცდის გადადება, იმიტომ რომ ქონდა სარეზერვო შეკრება, პასუხობს ესეთ რაღაცას, რომ ეს არის შენი პირადი პასუხისმგებლობა, რომ შენ რეზერვში წახვედი, ჩვენი შიდა განაწესი არ ითვალისწინებს იმას, რომ გადავადდეს შენი გამოცდა და ეხლა შენი ასარჩევი არის რა, გამოცხადდები შეკრებაზე და დაიცავ თუ არა შენ ქვეყანას ნებაყოფლობით, თუ არ დაიცავ რა, იმიტომ რომ ეხლა მე ესეთი შინა განაწესი მაქვს, ან დაგიფეილდეს ეს საგანი, ან გააცნე ჯარი და იქიდან ჯარიმით წამოდი და რაღაცა დაანებე შენ სამსახურს თავი. ესეთი დამოკიდებულება როცა უნივერსიტეტები არ შეუწყობენ ხელს ბავშვებს. ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელიც იმ იდეოლოგიას, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ავრცელებს უკვე წლების განმავლობაში, ეს არის ის მაინდსეტი, რომელიც უნდა შეიცვალოს და ეს ვერ შეიცვლება. კიდევ ერთხელ გეუბნები უბრალოდ იმის ლაპარაკით, როცა სამხედროები დაჯდებიან ტელევიზორში და იტყვიან იცი ჩვენ ყველაფერი გამოვასწორეთ. ბოლოს როდის ნახე სამხედრო, რომელიც ტელევიზორში და ორი სამხედრო როცა ამ თემაზე დებატობდნენ. ამ თემაზე ჩვენ კი არ უნდა დებატობდეთ. ეხლა ყოველ დღე სამხედრო დებატობდა? დებატობდა არ მინახავს პოლიტიკოსები როდის ნახეთ, რომ ამ თემაზე საუბრობდნენ. საერთოდ ახალ თავდაცვის კოდექსს რო იღებდნენ. ანუ ხო, მაგრამ ანუ კი, ძალიან მადლობთ. კი, ჩვენ მარტო ჩვენ ხო იცი რომ არ უნდა საუბრობდეთ. არა, ანუ ეხლა ვინც პოლიტიკაში არიან, ისინი უნდა საუბრობდნენ და ისინი საერთოდ არ საუბრობენ. კი, მაგრამ მე არ ვარ ისეთი, ასე ვთქვათ, ანუ ისეთი გავლენა არ მაქვს ამ ეტაპზე, რაც შეება მომავალში მქონდეს. წარმომადგენელი ხარ და შენი ვალდებულებაც არის, რომ კარგად იცოდე, საუბრობ და ამას აკეთებ კიდევაც და კარგია ეს. მე კიდე ანუ მობილიზაციას რო აცხადებ, ეს მონობა არ არის? ანუ აქ მინდა რომ დაუბრუნდეთ. ანუ მე ვფიქრობ. ანუ წიდა, ანუ ხდები საზარბაზნე ხორცად წიდა. ანუ მორალზე როცა მელაპარაკებ, კიდე ერთი საკითხი მაქვს. მე და შენ. რა არის? წარმოიდგინე ადამიანს, რომელსაც აქამდე არაფერი არ ცოდნია, უცებ ეძახი, რომ წამოდი ქვეყანა დაიცავე. მობილიზაციაზე კი? ხო და არა, ამიტომ უნდა გაწყვეტა წინასწარ იმდენი ადამიანი, ისეთი გეგმა უნდა შეიმუშავა. ისეთი თავდაცვის გეგმა არ ვთქვი, კი, რატო? რამდენი გვაქვს თავდაცვის ბიუჯეტი? 1% და 8 არის GDP-ს, რაც არის ძალიან დაბალი რა. დოლარში ბიუჯეტი რამდენი გვაქვს იცი? 32 მილიარდი. რამდენს ხარჯავთ იცი თავდაცვაზე? 1.7 მილიარდს. 1.7. ხო, ანუ ეს მინიმუმ ძალიან ცოტაა. და შენ რეზერვისტებს შენ აზრით რა ხელფასი დაჭირდებათ? წელიწადში 4500 რეზერვისტი რო გაიწახო. მე გეუბნები რომ 4500 რეზერვისტი წელიწადში თუ გეყოლება, შენ ვირასდროს იმ ასიმეტრიას ვერ დაძლევ, რომელიც რუსეთთან გაგაჩნია. მე კიდევ არა, წელიწადში 20000 კაცს ვერ გაიწახე ფიზიკურად. მე გეტყვი რომ გადაამზადებ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენი ანუ გადაამზადებ ისე რომ ფულს არ გადაუხდი. არა. ჩვენ თავიდან ნახე, აი მოდი მაშინ მე მინდა რომ ერთი რაღაც დაგანახო რა. მე კი არ ვკიდებ ხელს ვინმეს და კი არ მიიმყავს რა. მე შენ და ანა ხვალ რომ დავიწყებთ ახალი სახელმწიფო შენებას და მაგალითად რაღაცა არა ლიბერტარიანელები ვართ. ეხა ეს რეალობაა და არასდროს არ მესმოდა ხოლმე მთავრობა, რომელიც ხალხს ამას უშვებოდა. რანაირად შენ ამ მთავრობას საერთოდ შეგაგონო ის, რომ ჩვენ გვინდა სავალდებულოს სამსახური და ეგ კაია. იმ სახელმწიფოზე მოგზაურობ მაგაზე პარაზიტირებდნენ მე. ეგ არის
არის რაღაც აბსტრაქცია, რომელიც შეიძლება 20 წელს იყოს, მაგაზე ხა ვერ გელაპარაკებ. მე გელაპარაკები აწმყოზე და წინა 13 და მე წელზე. არ გვაქვს ბერკეტი რომ რამე შევცვალოთ. მოდი იმ სახელმწიფოზე ვილაპარაკოთ, და რა კი ბერკეტი არ მაქვს ეხა რომ მე ქართულ ოცნებას დავაძალო რომ ეს ადამიანები ძალით ჯარში არ წაიყვანოს, მაგით ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. კი, ძალიან კარგია. ისედაც მუშაობ და გააგრძელე, მაგრამ როცა საუბრობთ რა უნდა ხო და ეხა ვეღარ ვიმუშავებ ისე, იმიტომ რომ შეიცვალა კანონი. ხო ვიცით, აი ეგ რო არ უნდა იყოს. მოდი ეხა ვილაპარაკოთ რა უნდა იყოს და გეკითხები. კი და გეუბნები. ეს ამორალური არ არის რომ მე შენ და ანა ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს. მაგალითად ლიბერტარიანელები ვართ, დავივიწყებ მე რომ ეხა სოციალ-დემოკრატი ვარ და ანა არ ვიცი ვინ მე არის. იდეოლოგიიდან საერთოდ არ მოგივარ ამ შემთხვევაში. და ჩვენ ვთვლით რომ რაღაც აი ეს ძალიან მაგარი პროექტი ყველამ ერთად რო გავაკეთეთ, მაგალითად რაღაცა ჯანდაცვის არ აღიარებთ, მაგრამ თავდაცვის სისტემა რო გავაკეთეთ, ძალიან მაგარია რა. მაგრამ ვიღაცა ადამიანი რომელიც ჩემთან ერთად აშენებს და ჩვენ ხო თანხმდებით რომ ყველაფერი სახელმწიფოში თანცხოვრობის დროს შეთანხმების საგანია. კი, მე შენ და ანა შეგვიძლია შევთანხმდეთ რომ გჭირდება კარგი თავდაცვა, მაგრამ შეიძლება მე და ანას არ გვინდოდეს ჯარში წასვლა, მაგრამ ვქმნიდეთ დოლარს, მუშაობდეთ, გადასახადებს ვიხდიდეთ და შენ გიხდიდეთ ხელფას იმისთვის რომ შენ ჩვენ დაგვიცვა. და საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ მე და ანა ამორალური ტიპები ვართ, იმიტომ რომ ჯარში არ წავედით და შენ უფრო მორალური ხარ. მოდი აი დავამთავრებ კაზუსს, რომ იქნებ დაგანახო რა. ჩვენ სამი ვაშენ რაღაცას მინდორში ვარ და გარედან ხედავთ ტიპებს ბევრს ერთი 30 ადამიანს რომელსაც ვიცით რომ ჩვენზე თავდასხმა უნდა რა მაგრამ ჩვენ სამივემაც თავი რომ დავიცვათ ერთად ეს არ არის აპრიორი იმის განმაპირობებელი რომ ის მათ მოვერევით თუმცა თუ სამივე არ დავიცავთ თავი რას ეძებ ამ დროს ეს მოკავშირეებს და წამოვიდნენ კი ბატონო აი ხე მივედით კიდე ერთ მნიშვნელოვან საკითხს ეს არ დაგავიწყდეს რომ მნიშვნელოვან საკითხზე მივედით იმათაც უკეთესი იარაღი აქვს ტექნოლოგიებში თითქმის ერთად ვართ რა და ვერაჯობები ისე ვერაზროს რომ მაგის ხარჯზე მთლიანი ისაწიო არც ატომური ბომბი არ გექნება ეხა წამოვიდნენ ეს ტიპები და ვიცით რომ აი ხა 1 საათში გვცემენ რა და ეხა შენ და მე და ანა რომ მოგიტელდე და გითხრათ რომ ჩვენ ეს სახელმწიფო ერთად კი ვაშენეთ და კი შევთანხმდით წესებზე რა და ძალიან გვიხარია და მაგარი არის ესეთი სახელმწიფო რო ვაშენეთ მაგრამ იცი ეხა ამათან მე ეხა ხელფას ხო ვიხდიდი და გადასახადებს შენ ეომე თუ გადავრჩებით მე დაუბრუნდებით და გავაგზავნოთ ეს ამორალურია არა მაგაში არ გამოყვები არ გამოყვები მაგაში უნდა ვიყოთ მე შენ და ანა გავიგე ოღონდ სხვადასხვა რაღაცა შეიძლება ვაკეთებდეთ სხვადასხვა რაღაცა შეიძლება ვაკეთებდეთ სახელმწიფოს გარეთ მდგომ ბოროტებად რო ხატავს ისეთად როგორც დღეს არის არა სახელმწიფო ისეთი არ უნდა იყოს სახელმწიფო უნდა ვიყოთ ჩვენ ანუ პირდაპირ დემოკრატიის ელემენტები უნდა შემოვიდეს ან მე და შენ საბურთალოზე თუ ცხოვრობთ მე და შენ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას რა მოხდება საბურთალოზე ანუ დეცენტრალიზაცია აუცილებლად ანუ მაგაში ესეთი დეცენტრალიზაცია გირჩი რატო ემთხვევა გირჩი ემთხვევა ანუ არა გავიგე მაგას კი არ გეუბნები რომ შენ გირჩი საზე ხარ აუც შეგიძლია სხვას ვემხრობით ესეთი დეცენტრალიზებული უნდა იყოს თავდაცვის სისტემაც კი ბატონო მე და შენ ძალიან ბევრ რაღაცაში გვაქვს ერთი აზრი რა მაგალითად იმაში რომ ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ კარგი წვრთნები ვატაროთ კარგი ტექნიკა და მაინც ანუ ერთადერთი რა შეცდომა იმაში რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები რომელიც საქართველოს უდგას აღარ არის მხოლოდ ჯარი შენ გეტყვი კიდე ერთ მაგალითს შოუში მაგალითად რაც მოხდა ყველამ და შოუს მაგალითი არ მოიყვანა მან თავი პრობლემა ის იყო რომ წინასწარ გამაფრთხილებელი სირენები არ ხდათ მან დრო ეგ ყოფილიყო ანუ უბრალოდ ტექნიკა რო გქონოდა შესაბამისი მან და არც ერთი ადამიანი არ მოკვდებოდა და მე მეორე შოუს მაგალითი არ მოიყვანა იმიტომ რამდენჯერაც ესეთი პრობლემები დაგვიდგა თუნდაც ვერ ერო ადიდდა მაშინ და რაღაც ყველაფერი რო დაიწყო რა თუნდაც შოუში თუნდაც თოვლი რო იყო ანუ რა გამოჩნდა ხო მაინც ის ხალხი იდებს მონაწილეობას ხო ოღონდ მე აი მაგალითად თქვენ იარაღის მოხმარების უფლებას იმიტომ ემხრობით რომ მყისიერ საფრთხეზე ხო სანამ პოლიცია მოვა მყისიერ საფრთხეზე რეაგირება მოახდინა თავდაცვა შეგვეძლოს ხო ანუ მყისიერ ნახე ტიპ მოვიდა ვიღაც საფრთხე მაქვს და ამოვიღო და ვესროლო და რომ თავდაცვა შეძლო კი სანამ მოკლავენ შე რომ თავი დაიცვა ეგეთივე მყისიერი საფრთხეები გაზრდილი არის დიდ ფონზე რა ანუ შოუში იქ რო წინასწარი გაფრთხილების სიგნალიც ყოფილიყო საზოგადოებამ თუ არ იცის ვინც იქ ცხოვრობს როგორ უნდა მოიქცეს როცა წინასწარი გაფრთხილების სიგნალი ჩაირთვება მაინც ძალიან დიდი და მაგით რისკს მაგინდა რომ ყველა დავატრენინგოთ როგორ მოიქცეს მთელი საქართველო კი აუცილებლად კი ძალიან კი არა ის უნდა იყოს შენი მოქალაქეობრივი ვალდებულება როგორც გადასახადის გადახდა ანუ ხო მაგრამ შენ როცა ეგეთი ტექნოლოგიები შემოგაქვს ნენელა ხალხი ეჩვევა იმას რომ უი ეს რა შემოიტო მესიჯი მოგდის ხდები უნდა წაიკითხო და გახდე ხანდები არის რომ მე როგორც სახელმწიფო მენეჯმენტს უწევ ამას რომ კი
დღეს შენ ვერ ხო, წამო, არ უწევს ჩვენი სახელმწიფო თავდაცვის მენეჯმენტს. დღეს სახელმწიფო არაფერს არ უწევს რუსეთთან. ჩვენ კიდე ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, მე და შენ რო ვიქნებით რაღაცის პოლიტიკის შემქმნელები, რა უნდა ვაკეთო? ხო, მე რო პოლიტიკის შემქმნელი ვიქნები, არ დაგეთანხმები, რომ ჯარი უნდა იყოს სავალდებულო. კიდე არ იმედი მაქვს, ან ნახე, მე იმედი მაქვს, რომ შენ რო იქნები გადაწყვეტილების მიმღები, რუსეთი აღარ იქნება ესეთი და ჩვენი ასიმეტრიული საფრთხე აღარ იქნება ამ ხელა რა. მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები, ეგეც რომ არ იყოს, თქვენ კი ამას არ აღიარებთ, მაგრამ ბუნება წლების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში იცვლება. ეხლა კიდე უფრო დაჩქარებული არის, მე ამაში უფრო სწორად თქვენს გვეთანხმებით. კიდე უფრო დაჩქარებულია ადამიანების ჩარევისგან და ინდუსტრიალიზაციისგან და ბევრი სხვადასხვა ამბები. გაზრდილი არის მსოფლიოში, მათ შორის ქართული მყინვარებიც, რაც კავკასიონზე არის დნობის პროცესში, ანუ ყისიერი საფრთხეები, ანუ კიდე ერთხელ გიხსენ, ყისიერი საფრთხეები, რომელზეც საზოგადოებას ჭირდება მომზადებულობა, მეწყერი, რომელიც ხარაგაულში მოხდა, დიცოლობა, რომელიც გურიაში მოხდა, შოუს ტრაგედია. აი ამ გადამზადების პერიოდში იმას გეუბნები, რომ მხოლოდ მილიტარიზებულ გადამზადებას კი არ გაივლიან ეს ადამიანები, გაივლიან დეცენტრალიზებულ თავის რელიეფს. იმ ადამიანებს, კაცო, ვისაც ეს უნდა მე მინდა და ეხლა ჩემი მეზობელ ვალოდიას არ უნდა, იმიტომ რომ რაღაცეების არ ჯერა და თუ არ დააძალებ შენ მეზობელ ვალოდიას. ხო და რომ მოხდება ის მეწყერი და ვალოდია თავის თავზეა კაცო პასუხისმგებელი. ვერ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ეგ კონტინენტს მოწყვეტილი რაღაცა კუნძულები, რომლებიც ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ. ადამიანს მეორე ადამიანი, შენ რო ადამიანი ხარ, რომელიღაც ადამიანის. მაშინ ვაიძულოთ თელ ქვეყანას იყოს მეხანძრე მაშველი. ვაიძულოთ ყველას იყოს სასტრაფო დახმარება. ვაიძულოთ ყველას იცოდეს პირველი დახმარება. ქუჩაში რო ჩავილი ვიღაცას გული გაუჩერდეს, შენ ხომ მეხანძრე არაფერ შუაში არ უცდო. ნახე, მე განდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, კოლექტიური პასუხისმგებლობაც გამაჩნია. ზუსტად კოლექტივიზმი. არ გამაჩნია? შენ კოლექტივიზმი. რა შუაში მე გეუბნები არ გაგაჩნიათ, ხო? არა, მე გეუბნები. კი, გაგვაჩნია და შეიძლება ანუ ჩვენ სამი ადამიანი, რომელიც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით შეიძლება ვიყოთ, თუ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, აი დღეს ეხლავე, ხო მართლა ის არის, ანუ რაზე შევთანხმდებით, იმაზე ხო არა რომ კოცები გვირჩევნია თუ ნაცები, ან რაღაც ისული. ხო იმაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქვეყანას სჭირდება წესიერი თავდაცვა და როგორი შეიძლება იყოს ეს თავდაცვა. და ერთ-ერთი კიდე შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკა, თუ როგორ საგარეო პოლიტიკას ვაწვევით და რას ვაკეთებთ, ხო? ანუ კი, კოლექტივიზმი, ამ შემთხვევაში კოლექტივიზმი სხვა შორის ძალიან ბევრი ბოროტება მართლდება ხოლმე, რომ თითქოს ხო, სამწუხაროდ და აი ესე კოლექტივიზმით ამართლებდა ჩვენი მთავრობაც იმ სისულელეს, რასაც აკეთებდა. იმ სისულელეს მე და შენ გავაკეთე. ხო, არ მინდა რომ ოდესმე კიდე აი ამ კოლექტივიზმით ეგეთი სისულელები მართლდებოდეს. რაც შეეხება დანარჩენს. შენ ცუდი ადამიანი ხარ, როცა მთავრობაში ხარ. ძალიან კარგი ადამიანი ვარ და იქნები მომავალში. რატო გააკეთებ ცუდ რაღაცას? ან თუ ადამიანები პირდაპირ იქნებიან ჩართულები გადაწყვეტილების. შენ რო იყო მთავრობაში, ანუ იგივეს დაიწყებ შენც რო თურმე ხალხი დაიწყებ იგივე შენ რატო გონია რომ მე ბოროტი ვარ და ბოროტი გადაგახვა. მე არ გეძახი რომ ბოროტი ხარ, უბრალოდ შენ გინდა რომ სავალდებულო იყოს სამხედრო სამსახური. და მე გიხსნი ანუ ერთი ფაქტორი გითხარი რომ რუსეთი როცა არის შენ არა შენ არ მომყვები იმ თემაში რომ თუ ხელფასებს გავზრდით თუ შესაბამის აღშენილობას ვიყიდით ეგ არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა სინამდვილეში რა რომ ხელფასებს კარგად ვიხდით მე აბსოლუტურად გეთანხმები რომ ხელფასი უნდა იყოს იმაზე 5ჯერ 10ჯერ მაღალი შეიძლება 10ჯერ მაღალი ეხლა ვერ გახადო იმიტომ რომ არ გეხოს შენ რა გონია რომ რომელიმე ადეკვატური ადამიანი როდესაც რუსეთი ესეთ პატარა ქვეყანაში იჭრება თავს იმიტომ გაწირავს რომ 15000 ლარი აქვს ხელფასი არა ეგ რა შუაშია არა მაგას გეუბნები ეგ არის გმირობა ეგ არის გმირობა ზუსტად ფული აძლევს მე მჭირდება ისეთი ჯარისკაცები რომლებიც არა მაგ ბოროტებაში არ გამოვყვები მაგ ბოროტებაში არ გამოვყვები არა სიმართლე ის არის რომ შენ თუ გინდა ვიღაცამ დაგიცვას მაშინ შენ იმას ამაში შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გახდე იცი რატო იმიტომ რომ ზუსტად კაკა ოჯახი ყავს და ქართველი ჯარისკაცი საღამოს ტაქსაობაზე არ უნდა ფიქრობდეს იმიტომ რომ შვილებს რაღაც აჭამოს აი მაგისთვის არის საჭირო ხო და შენ მეუბნები რომ შეურაცხყოფაა როცა ხელფასი ჭრიდა და მე გეუბნები რომ საჭიროა არ უტრირებ და არ უტრირებ არ არის შეურაცხყოფა მე არც მე არ მithქვამს რომ ჯარში იმიტომ მიდიან რომ მაღალი ხელფასები ქონდეთ მაგრამ ზოგადად შენ ისრაელში რატომ მიდიან ჯარში ის შენი საუკეთესო მაგარი ერთი წუთი ფინეთი და რაღაცები შენ რაც მოგწონს ანუ ფინელი ჯარისკაცი რა გონია იმდენივე ხელფასი იღებს რამიცაც ქართველი ისეთი სოციალური ბენეფიტი ხო კაი სოციალური ბენეფიტი აქვს ასიმეტრიულად მეტი ქუჩაში რო გაივლის ბევრად უფრო დაფასებულად უსაფრთხოების სისტემა აქვს ქუჩაში რო გაივლის ბევრად უფრო დაფასებულად არის გზნობს თავს ვიდრე ქართველი ჯარისკაცი იარაღის ტარების უფლება არ აქვს ქუჩაში კიდე ერთხელ გეუბნები სოციალური უსაფრთხოების სისტემა აქვს რომელიც ითვალისწინებს სავალდებულობას ფინელი ხალხი არ დაბადებულა იმ განცდით ფინეთში იცი რომ დაახლოებით 5% მიდის სავალდებულო და დანარჩენი რო ნებით მიდიან იცი ფინეთში არსებობს სავალდებულო გაძახება და გადამზადება კი ბატონო კაცო მაგრამ საერთო ჯამში მაინც ანუ თავის ნების საწინააღმდეგოდ
მაქსიმუმ 5% სამსახურის აპოლოგეტი ქვეყანა, რაზე 5% მიყავთ მაქსიმუმ. დანარჩენები მიდიან ნებით. როგორც ისრაელში არის სავალდებულო, მაგრამ იქ იმდენად ტრადიციაშია გამჯდარი. სავალდებულოა, მაგრამ ნებით წასვლა სჭირდება იმას რომ მაგალითად მაქვს 10000 კაციანი კვოტა, ხო? მაგალითად, იქიდან 8000 თუ თავის ნებით მოვიდა, მე მიწევს რომ მარტო 2000 წავიყო. აი ეგ არის თავის ნებით მიზანი, რომამდეც მივიდნენ. ჩვენ თუ უყურებთ ჩედექს ფინეთისას, მოდი გადავიდეთ 60-ზე ფინეთის, რატო გადმოგაქვს შენ ახსენე ფინეთი, მე ვაფშე არ შენ მითხარი რომ შენთვის იყო გადაცემის ჩაწერამდე გითხარი. რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ხო მითხარი, შენთვის არის საუკეთესო. მე შენ ახსენე, მე ხო დებატში ფინეთი არ შემომიყვანე. ხო, მე შემომყავს, იმიტომ რომ შენ მოგწონს. მე პასუხობ, რომ სოციალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 60 წლის განმავლობაში განვითარდა, აბსოლუტურად. არის ფინეთი არის ცირე ერის. ოღონდ რატო არის? ტოტალური თავდაცვის კონცეფციის საუკეთესო მაგალითი რატოა იცი? საბჭოთა კავშირი ყავთ დამარცხებული ომში. საბოლოოდ კი დამარცხდნენ მერე. ანუ არ ყავს დამარცხებული. ვიცი, ეს ისტორია არ მომიყვე. მე საბოლოოდ მერე როდესაც ბლოკი დამარცხდა გერმანიის, მერე დამარცხდა ფინეთიც, თორე უშუალო კონფრონტაციაში იგივე ვიეტნამი აქვს ამერიკასთან. იგივე საბჭოთა კავშირი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა გაუწია და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, ოღონდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ომი ეგ არის ჩვენი ერთადერთი შანსი. ეგ არის ჩვენი ერთადერთი შანსი, რომ რაც შეიძლება გავუწევოთ რუსეთს. აი, გადავიდეთ ახლა თემაზე მოკლედ, რა გინდა თუ არა რომ ადამიანებს ნორმალური ხელფასი გადავუხადოთ. აბსოლუტურად. გინდა ხო? არაფერი კორელაციაში არ არის საყოველთაო თავდაცვასთან. კი ბატონო, კარგ აღჭურვილობას ვყიდულობთ თუ არა? აბსოლუტურად გეთანხმებით. თანამედროვე წვრთნებს ვატარებთ თუ არა? თანამედროვე წვრთნებს ვატარებთ, თქო 32 მილიარდიდან რამდენი უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტი? შენი აზრით იმდენი რომ დღევანდელ ფისკალური იმას მე ვერ დაგელაპარაკები, იმიტომ რომ არ ყურები და არ არის ეგ არის შუაში. მე გეუბნები რიცხვებს რა, 32 მილიარდია და აქედან 1/7 სახელმწიფოზე ვერ დაგელაპარაკები, მე გელაპარაკები, რომელიც ჩვენ უნდა არა, მე გელაპარაკები ეხლანდელზე. მინიმუმ 4% უნდა იხარჯებოდეს. ხო, ანუ 5-ით უნდა იხარჯებოდეს. 5 თუ ფუფუნება აქვს, 10 შეიძლება ერთჯერად იხარჯებოდეს. 10 ფუფუნება ეხა არ გვაქვს მეგრე. მაგრამ იმ ყველაფერს ხარჯებს თუ გამოათავისუფლებ, რას მაგალითად იცი? ყოველწლიურად რო ახალ მანქანებს ყიდულობენ პარლამენტისთვის და გასაგები არის, ამას ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ. გაბერილ ბიუროკრატიას 300,000-ზე მეტი საჯარო მოხელე რო ყავს. მე გეუბნები რომ ეყოფა საქართველოს თავდაცვას, როდესაც შენი მტერი კი არ არის არც მინდა რომ ვახსენო სომხი და აზერბაიჯანი ჩვენ მეზობლები არიან. სომხი და აზერბაიჯანი კი არ არიან შენი პირველი, როცა იწერება სტრატეგიის დოკუმენტი უსაფრთხოების განისაზღვრება მთავარი საფრთხეები, როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური. შენ შემთხვევაში მთავარი საფრთხე მე მგონი ყველავთან ხვდებით რომ არის რუსეთი. ამას დამატებული. ხო, ოღონდ ეხლა ლაგადკით უნდა დახვდე რუსეთს დღეს თუ შემოგესევა. კი ბატონო, ამ უსაფრთხოების სტრატეგიაში მე და შენ ჩავწერთ რომ გჭირდება საჰაერო თავდაცვა, გჭირდება საზღვაო ნაწილის გამაგრება, გჭირდება კარგი სიღრმეში მომუშავე საარტილერიო სისტემები, ამაზე ჩვენ შევთანხმდებით. მაგრამ შენ ის არ მომყვები და მე გიხსნი უკრაინის ომის მაგალითიც, რომ იქ გვიან გამოცხადებულმა მობილიზაციამ, გადაუმზადებელმა რეზერვმა, ყველაზე კარგად გადაუმზადებელმა რეზერვმა. იმიტომ რომ გვიან გამოაცხადეს მე გეუბნები რომ გადაამზადე ეხლავე დღესვე დაიწყე. მაგიტომაც ვერ მოასწრო უკრაინამ. იმიტომ რომ დრო ჭირდება, საზოგადოების გაზრდას ჭირდება დიდი დრო. კი, შენ უნდა დაისახო გეგმა, მაგალითად უახლოეს სისტემა გჭირდებოდა გუშინ, იმიტომ რომ ომი გქონდა გუშინ და გამარჯობა. 13 წლის წინაც იგივე უნდა გაგვეკეთებინა სიტყვაზე, რასაც დღეს ვამბობთ და 13 წლის წინ უნდა დაგვეწყო აღშენებლობა თავდაცვის. ახალგაზრდა ადამიანებს, რომელსაც მობილიზაციის დროს გამოიძახებ, ხორცად, საკეპ ხორცად ტოვებ. არა, შენ გინდა საკეპი ხორცი, როცა გინდა რომ ფრონტზე წავიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც არ გამოცხადდებიან. ეშინია გესმის რომ გაისრეს. ვინ გითხრა, რომ არ გამოცხადდებიან? წელს ის ადამიანები გაიარეს, აი ხმა კარგ მაგალითს გეტყვი. ის ადამიანები, რომლებმაც გაიარეს გადამზადება, გამოცხადდა ასეულიდან 20 კაცი, ანუ ის 80 კაცი მაინც სახლში დარჩა. შემდეგ ამაზე საქმეებიც იყო აღზრდილი, გააჩერეს. ოღონდ მობილიზაციას თუ დაიწყებ, ეს 100 ადამიანი, ანუ თუ 100 რეზერვისტი ყავს, არ მოვა მობილიზაციით რომ დაგემალება, ანუ შენ გაგეწელება, მაინც ამას შობაში წავაგეთ ომი, ხვდები? ანუ ჩვენ ხო და მაშინ რა აზრი აქვს? ძალით წაყვანილ კაცს ის თუ მაინც იმალება? არა, იმიტომ რომ დროის განმავლობაში ეს აჩენს სანდოობას, აჩენს დაცულობას, აჩენს იმას, რომ ჩვენ უსაფრთხოებას ერთად ვაგებთ. მე რუსუდანი და ანა ერთად ვაგებთ. ანუ შენ თვითონ იძახი, რომ ის კაცი, რომელსაც ტყუის ეშინია, რომელიც შენ აქ იწერია, რომ მე მყავს რეზერვისტი ლაზარე. და მე ლაზარეს ვიძახი ომის დროს და არ მოდის. მათი რაოდენობა შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანი მე გეუბნები, ზუსტად ეგ არის საჩემო არგუმენტი. არ არის საჩემო არგუმენტი. ანუ რომ მეუბნები, რომ შიშარა კაცი არ მოვაო, რო გაიძახებო. ანუ მე გეუბნები, რომ მაგას ჯობია, რომ წინასწარ გადაამზადო პროფესიონალები, რომლებიც თვითონ მოვლენ შენამდე. მე გეუბნები, რომ არ ყოფის პროფესიონალი. საიდან მოიტანე რომ არ ყოფს? საიდან მოიტანა? იქიდან რომ რუსეთის არმია დღეს არის 1,200,000-იანი, 2 მილიონიანი. მე გადავები რუსეთს რიცხოვნობით ვერაზროს ვერ შეედრება.
შეხვედრები სფეროს დროს და მან გაქვს ერთადერთი გამოსავალი რომ ტექნოლოგიურად მაინც იყო აღჭურვილი იმიტომ რომ 2 მილიონი ქართველი ვერ წაიყვანო 18 წელზე რომ ქალებიც და კაცებიც ტექნოლოგიის გამოსავალი გეუბნები რომ უკრაინა იყო ტექნოლოგიური და ვერ გააჩერა იმიტომ რომ გახოცავს 5 ერთზე გახოცავს 3 ერთზე არა ინტერესი უკრაინა ეგეთ ტექნოლოგიური ვერ ყოფილიყო რუსეთს ზუსტად ერთ თვეში დაიწყო კიდე უფრო მალე იზავდა კიდე მე კი არ გეუბნები ტექნოლოგიები არ უნდა გამიფარდეს ამერიკის და დასავლეთის იარაღი ეხმარება მაგ იარაღის გარეშე ვერც გაძლევდნენ ხმები ან მაგაზე ვაში რატომ ვერ ხვდები მე გეუბნები რომ კიდე ერთხელ გიხსნი რომ შენ თუ არ გეყოლება საჭირო რაოდენობის ჯარისკაცები რუსეთის ინტერვენციას ვერ იზამ ამის გარდა გეუბნები აიყვანე პროფესიონალი გენერლები რომლებიც დაგიწერენ გეგმას რომელიც მოგცემენ გეგმას პოლიტიკოს ლაზარეს რომ ლაზარე მე ამ წელს მინდა გამოვიწყოთ 100.000 რეზერვისტი მე ჩაგიდე კვლევებს რომლებიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით რა ჭირდება დღეს ქართულ თავდაცვას უსაფრთხოების კონცეფცია შენ არ შესრულებულა ნატოსთან რა სრულდება მანდე და რას დღეს არაფერი არ სრულდება მაგრამ მე მაგას გეუბნები რომ ჯერ ეგ უნდა შესრულდეს ნატოს ნატოს ვენდობი რა შუაშია ანუ როგორც უსაფრთხოების ქუდს ვენდობი თუ არა ნატოს ანუ ვაკვირდები ნატოს წევრ ქვეყნებს რასაც უყურებ კი არ ვაკეთებ რომ არ ვენდობ ჩვენ ნატოს გენერალიტეტთან ერთად ევროპის სარდლობასთან ერთად არაერთი უსაფრთხოების დოკუმენტი დაუმზადებია ამ მთავრობის დროსაც და წინა მთავრობის დროსაც თავდაცვის სამისოს ყველა მათგანი ტოტალური თავდაცვის კონცეფციაც არსებობს ამ ქვეყნის რომელიც უბრალოდ არ განახლებულა მოიაზრებს ახლა ძალიან კარგ საკითხს მივადექით რომელსაც შენ თმიადექი ძალიან ცოტას ქონდა ფინეთს ქონდა გერმანია მეხა ჩართო მაგრამ რატომ მოდი ახლა მივიდეთ რატომ ანუ არ აქვს როდესაც შენ სოფლიოს უდიდესი ანუ არ აქვს უმეტესობას არა მაგიხსნი რატო არ აქვს და ეხა გეტყვი რატო არის დაგვიანებული ნატოს დოქტრინა არ თავაზობს იმას რომ ძალით წაყარე არ საზარბაზნე ხორცები ჯარში რატო არ უნდა გეხსენებინა კაი არა უბრალოდ მხარით რო გვეწურება ისე და არა პროსტო შენგან ინტერესებს გეხოცები მითხარი ომი რო დაიწყოს ხვალ და იმ ფრონტის წინა ხაზზე რო იდგე და უკან ვიდგები ხო იდგები პატივს ხსენ ძალიან მაგას გააკეთებ რასისულელია უბრალოდ ანუ ზურგზე რომ მოგამაგრო ანუ ზურგის გასამაგრებლად ტიპები რომლებსაც პირველი ტყუის გასროლისას ანუ უბრალოდ არ ვიცი რა და ვერ გაგიმაგრებენ ზურგს. გადარჩენის ვერ გამიმაგრებენ იმ შემთხვევაში. ნახე, რა თქმა უნდა, აი ხა ისეთ კაცს რო უნდა კაცი, რომელსაც იარაღის ისინია. ძალიან წაყვანილი კაცი არის დღევანდელ სახელმწიფოში. იმ სახელმწიფოში რომელზეც მე და შენ ვაშენებ, იქ ძალიან კი არ წავა. მას ექნება აღქმა, რომ მე რო დღეს მეუბნება სახელმწიფო რო დღეს ვჭირდები, კი ეს ჩემი ვალია. ლაზარე ეს აღქმა უბრალოდ მოაძალებ ხალხს რო ეს არა, დაძალების გარეშე მით უმეტეს გარდამავალ პერიოდში ამას ვერ გააკეთე. იყიდი მოაძალებ ხალხს რომ რუსუდან არ გვაქვს დავამატებ მეგობრებო. ამის ფუფუნება არ გვაქვს, ნახე. ჩვენ ეს სისტემა გუშინ გჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი გუშინ იყო რუსეთი. ხვალ რო კიდე სანამ ეხლა გაიზრდება საზოგადოების გაზრდას ესეთი სტიმულები, რომ მე შენ გიმენეჯმენტებ, წელს ვერ წამოხვალ, 2 წელიწადში წამოხვალ. აი ესეთი სტიმულები ჭირდება სახელმწიფოს. სტიმულები შერაგონია ჩემთან რატომ მოდიოდნენ ტიპები ჯარის გადასავადებლად? იმიტომ რომ ანუ სახელმწიფო თავრობა უფლებას არ აძლევდა ტიპებს, რომ ჯერ თავიანთი ცხოვრებისთვის მიეხედათ და თუნდაც დეგა საშინელება, ანუ მე და შენ რო სახელმწიფოს ავაშენებთ, იქ ეგ სახელმწიფო იგივე არ მოიქცევა. 3 წლამდე შვილი თუ ყავს. მაშინ არ მიდიხარ ჯარში, მაგრამ 4 წლის შვილი თუ ყავს, იმას მიხედავ არ ხედავ რომ ხოცების პოზიციიდან 100 წელი ადაგილაპარაკე. არც გეუბნები მე შენ ხოცების პოზიციიდან მელაპარაკე, უბრალოდ გეუბნები რომ არ შეიძლება ადამიანს რაღაცის გაკეთება დაავალო. თუნდაც ანუ დაავალო ის რომ ქვეყანა ძალით დაიცვას, იმიტომ რომ არაეფექტურია, არაფერი ძალადობრივი, ანუ ნახე შენ რაღაცას, ანუ შენ თქვენი ფუნდამენტის, ანუ ნახე თელი ლიბერტარიანული ლოგიკას ადარი. კიდე ერთ მაგალითს აისი იცი, ორგანიზაცია აისი. წარმოიდგინე მან ახალგაზრდები 2 და 3 ძალიან ცოტა არის. 1000-ზე მეტია, 1000-ზე მეტია. ჩემმა მეგობარმა გაიარა ეხლა ხანს. ყოველწლიური რაოდენობა აისისაც, გიორგი მაზნიაშვილის გადამზადების ცენტრისაც კიდე არის ორი სხვა. და შენ დეტალებში ვერ წავალ, მე აისი არის ძალიან ცოტა, ისევე როგორც დღევანდელი ქართული რეზერვის ჩვენ ჭირდება მასობრივი გადამზადება. მან ახალგაზრდები მიდიან თავის ნებით. მათ ხო ხელფას არავინ არ უხდის. გასაგები არის, რომ ცხოვრების 3 თვეს ატარებენ იმისთვის. ისწავლონ პირველადი დახმარება. ისწავლონ იარაღის დაშლა. მაგრამ სახელმწიფო ხელს კი არ უწყობს ამ ყველაფერში რომ გააკეთონ. პირიქით იარაღს ვერ ისრიან, იმიტომ რომ ეს თურმე რაღაც მოხალისეობრივია. საერთოდ რატომ ელაპარაკე? იმიტომ რომ ამ სახელმწიფოში არა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე რა უნდა იყოს და არა იმაზე რა არის. არ აქვს მნიშვნელობა. რა არის, იცი რამდენი პრობლემას გეტყვი? ეხლა დავიწყებ მონოლოგში. პრობლემები არათოს არ დავამთავრებ. ხო და პრობლემები რო არის, ზუსტად სანამ ეს პრობლემები არ გამოსწორდება, შენ არ გაქვს მორალური უფლება, რომ აი ამ თავრობას აგონები. მორალზე, იმიტომ რომ გიტრიალებ მაგ მორალს. არ შეიძლება მორალს, არ შეიძლება ძალით კაცი წაიყვანო და ცხოვრებს ერთი წელი წაართვა. არ შეიძლება
შეიძლება იცი რომ სახელმწიფოს შენებას რომ დავიწყებთ კიდე ერთხელ გეუბნები რომელსაც ესეთი საფრთხეა არ ვაშენებ დღეს მე და შენ სახელმწიფოს შენებობაში ერთადერთი წვლილი რაც გვაქვს სამწუხაროდ არის რომ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე მივიდეთ და გაგვიყალბონ ან არ გაგვიყალბონ ან იმანიპულაციონ ან დაუბრუნდეთ საკითხი იმ სახელმწიფოში რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და მას ჭირდება დაცვა არ არის აბსტრაქტული არ არის ადღეგრძელო ანუ ჩვენ რაღაცის დასრულება უნდა და დავასრულებინოთ ხოცები და ნაცები რო წავლენ ხოცები და ნაცები რო აღარ იქნებიან მე და შენი ასაშენებელია და მაღაზე არის ჩემთვის მთელი ევროპები როგორიც სახელმწიფო უნდა ავაშენო ხოცები და ნაცები როდის წელში როდის წავლენ არა შეიძლება ხვალვე წავიდე შეიძლება 10 წელიწადში წავიდე შეიძლება 5 წელიწადში წავიდე წლიან პერსპექტივაზე რაღაცის გახსოვს მე გესაუბრებით დღევანდელობაზე დღესაც რას უნდა ვთხოვდეთ მაგაზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ ვცვლით მაშინ უნდა ვთხოვდეთ ამას და შევთანხმდეთ რას უნდა ვთხოვდეთ ამას გეუბნებით და მე რაღაცებზე რაზეც თანხმდებით მე გეუბნები რომ სამწუხაროდ დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე სადაც ამერიკა პირდაპირ ამბობს რომ დიდ ქუდა იმაში ვეღარ მოუხდებით რაღაც პერიოდი ევროპა როდის აწყობს უსაფრთხოების ჩარჩოს არ ვიცით ან შენს უსაფრთხოება ისე რომ პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს და არა იმას რომ გეუბნები რომ თანამედროვე გამოწვევა არის ის რეზერვში მე გააგდო ფრონტზე და მოკვდეს 2 დღეში მაგას არავინ არ ამბობს მაგას ამბობს გირჩი როდესაც ამბობს რომ მობილიზაციას გავაკეთებ და იმ ადამიანებს რომელსაც მომზადება ერთი დღეც არ გაუვლიათ მომზადე წინასწარ გადაიხადე ხელფასების შექმნის შესაბამისი პირობები და მოვლენ ამას არ მოხდა რომ ჩვენ პატრიოტები არ ვართ ხო არა რა შუაშია რომ პატრიოტები არ ვართ შეთ მეუბნები რომ არც ერთ ქართულ ჯარში წასვლა არ უნდა ეგ არის განწყობების შეცვლას მარკეტინგი ვერ ახდენს განწყობების შეცვლას ჭირდება პოლიტიკა ქართველები არ ვართ პატრიოტები და ჩვენი ქვეყანა არ გვიყვარს ეს ჩემი არის წმინდა სისხლის დემაგოგია ეხლა რა დემაგოგია რანაირად ანუ შენ მეუბნები რომ პატრიოტები არ ვართ კარგი ხელფასი რომ გადაიხადო არ შეიძლება მე გელაპარაკები ციფრებით შენ მელაპარაკები დემაგოგით მე გეუბნები რომ არისება დღეს მე გეუბნები რომ არისებოდა არც ერთ ქვეყანაში რომელმაც დანერგა მაგალითად ისევ ამერიკაში არისება? ამერიკა არის ბრიტანეთში არისება? კანადაში არისება? იმპერიებზე. საფრანგეთში არისება? რა შუაშია იმპერიები? სახელმწიფოებზე. მესაუბრები ისეთ სახელმწიფოებზე, რომელსაც არც ერთი ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ გააჩნია. იმპერიები არაფერ შუაში არ არის. მე გეუბნები თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებებზე საქართველოს შეადაროს უსაფრთხოებაში და თავდაცვაში. უსაფრთხოებაში, თავდაცვაში და ბიუჯეტში არ ვადარებ ადამიანის უფლებების კუთხით ვადარებ. სადაც ადამიანის უფლებები დაცულია. კი ბატონო, საქართველოს იქნება აუცილებლად დაცული. როდის? აი ეგეც სადღეგრძელოა. არა, რა არის სადღეგრძელო? რომ ადამიანის უფლება მომავალში იქნება დაცული და ამიტომ მოდი ეხა მშვიდად დავждეთ და უყუროთ ვიღაცებს რაღაცას როგორ აძალებენ და იონებენ. მშვიდად უყურა. აი ვინ ამბობს რომ მშვიდად ეთანხმები ამ სავალდებულო გაწევას უგამაგიჟე. როდის თქვი რომ უყუროთ მშვიდად თქო. აი ერთი პერიოდი მითხარი როცა თქვი მშვიდად უყუროთ. თელი ჩემი დღეს შენთან აქ ჯდომას თუნდაც და ბექში მუშაობაც რასაც ამ მიმართულებით მუშაობა არის ის რომ გაუმჯობესდეს თუნდაც ავალდებულოს. ანუ არ მინდა რომ ჩხუბობდეთ, მინდა რომ ამბობდეთ რომ უნდა გაუმჯობესდეს. უბრალოდ მინდა წამოყვე. უბრალოდ მინდა იდეაში წამოყვე. სინამდვილეში თანამედროვე საფრთხეებს ვერ ანუ მე აბსოლუტურად ხო თანამედროვე საფრთხეებს ვერ ვაფასებ და რაღაც ბიჭური არგუმენტები ბიჭური არაფერ შუაში არ არის ბიჭური. იგივეს ვეტყვი სანდროს თუ მოვა, იგივეს ვეტყვი იაგოს, იგივეს ვეტყვი ნებისმიერ ადამიანს რომელიც დამიჯდება წინ. არაფერ არსებობს მე მინდა მე ვითხოვ ადამიანების სექსისტური რაღაც არ მithქონს მე ვითხოვ ლაზარე ადამიანების დაფასებას. გონია რომ დაფასებული ადამიანი მეც ვითხოვ ადამიანების დაფასებას. აქ ბევრად უფრო ეფექტური არის ვიდრე ადამიანი რომელსაც დღეს თავის საქმეს მოწყვეტ და ერთი წელი სადღაც წაიყვან და უბრალოდ რეზერვში ჩაიწერ რომ მომავალში უტრირებ. აი მართლა მაინტერესებს. ჩემი აზრით ის რეზერვის სისტემა რომელზეც მე გესაუბრები არის რომ ერთი წელი მოწყვიტავ და ოჯახი აღარ იყოლება, ხელფასი არ ექნება და ის არ ექნება. გადაუხადოთ ხელფასს, მაგრამ მე გეუბნები რომ ძალით მაინც არ წაიყვან. არა, ხელფასი მეგობრებო დრო მოგვეწია. მე რა უცებ რო გაჩვენეთ არ ველოდი. არა, იმიტომ მე ძალიან ბევრი რაღაც არის ისი ჩამოყალიბებაც მინდა, ანუ არ არის. კიდე მოვიდეთ სხვა დროს და არა, როცა გინდა რაუნდ 2. გინდა ჩემთან პოდკასტში. ძალიან საინტერესო დებატია, ესეთი ჩართულობით დებატი ჯერ არ მქონია ისე რომ საერთოდ სიტყვაც კი არ იყო ჩემგან საჭირო და დავუმატებია. რამეს გვეთყოდი? საერთოდ არაფერი, იმიტომ რომ ისედაც ერთმანეთს ეკითხებოდით, რა კითხვაც მიჩნდებოდა უკვე დასმული იყო და პირიქით ეს არის ძალიან კარგი, რომ ჩემი ჩართულობა საერთოდ არ გახდა საჭირო. მგონია რომ 2 წუთის მაგივრად 3 წუთი უფრო კარგი იქნება შემაჯამებელი დრო რომ მოგცეთ და რაც დაგრჩათ დასასრულებელი, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი თემა ორივე თქვენგანისთვის და არ მგონია რომ ამოწურული იყო, როგორც თქვენც თქვით.
3 წუთი გვექნება და ამას ხო. კი ბატონო, ანუ მე შეძლების დაგვარად უბრალოდ არ მინდა რომ მაყურებელს დარჩეს ეს დაბეჭდილება რომ ვინმე წავათრევთ სადღაცა რაღაცას დავაძალებთ. ანუ ჩემი ლოგიკა ეფუძნება მოცემულობას, როდესაც ჩვენ ვიწყებთ დღევანდელი სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომ თუნდაც დროებით შეიძლება რომ გაჩერდეს ეს შეობის საკითხია. მე ვამბობ რომ უნდა გაუმჯობესდეს. ჩემი ლოგიკა ეფუძნება მარტივ საკითხს რა. რომ იმ სახელმწიფოს რომელსაც ჩვენ ვაშენებთ აქვს სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური. მის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჭირდება თავდაცვის დეცენტრალიზაცია ადგილზე, გურიაში, გურულებმა, ლანჩხუთში უკეთიციან რა ჭირდება მის თავდაცვას, რომელიც ცენტრთან იქნება შეთანხმებული და იციან ვინ რა, სად და როდის აკეთებს, გინდა დიდ თოვლობის დროს და გინდა მტრის შემოჭრის დროს და საერთო სტრატეგიაში ჯდებიან. აი ესეთი სისტემა გვჭირდება. ამის სტიმულები სახელმწიფომ აუცილებლად განსაკუთრებით არა იმ სახელმწიფომ რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, იმ სახელმწიფომ რომელშიც პირდაპირ დემოკრატიის ბევრად მეტი რაღაცა ინსტრუმენტია, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ ხალხი და მის ახსულებაშიც ვიღაცეები, რომლებიც სადღაციან კი არ იღებენ მონაწილეობას, ჩვენ ვიღებთ. მე მგონია რომ აი პირველი რესპუბლიკის დროსაც ეს იყო რა, რომ ანუ ადამიანებს ესეთი განცდა ჰქონდათ და ეროვნული გვარდია იყო სრულად ნებაყოფლობითი, მაგრამ ნებაყოფლობითი რო იყო და რო ივსებოდა, იქ წლები იყო ნამუშევარი საზოგადოებრივ აზრზე და იმ საზოგადოებას გააჩნდა, ხო, მაგრამ როგორ დამთავრდა დემოკრატიული რესპუბლიკა, შემოვიდა რუსეთი და აბსოლუტურად მოუმზადე მობილიზაცია გამოცხადდა და მობილიზაცია ვერ შედგა, რაც შედგა მარტივად აიხოცა და დავკარგეთ ის დამოუკიდებლობა და იგივენაირი კონვენციური საფრთხის წინაშე ვდგავართ დღესაც. ჩვენ წარსული გამოცდილება გვაქვს და მოდი დავიწყოთ ნორმალური თავდაცვის სისტემის აწყობა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც სამწუხაროდ დღეს შეიძლება 20 წლის მერე დაიშალოს ეს რუსეთი და მარტო სამოქალაქო გადამზადება დაუტოვოს და ის იყოს მართლა მარტო ნებაყოფლობითი, მაგრამ ვერც კავკასიონის მყინვარწვერის დნობას შევაჩერებთ მე და შენ, ვერც მეწყერსაშიშ ზონებს ვერ იმას ვიზავთ და ვერც რუსეთს ვერ დავშვით. ამაზე მყისიერი რეაგირებისთვის ზუსტად იმ ლოგიკით, რომელსაც თქვენ იარაღის გამოყენების ნაწილში ან ვითარებთ, ჭირდება საზოგადოებას მზაობა და საზოგადოებას დღეს ამის მოცალეობა მესმის რო არ აქვს, მაგრამ იმ სახელმწიფოს ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ პირობები, რომ შენი 1 წლის განმავლობაში და 6 თვის განმავლობაში შაბათ-კვირას, რომელსაც აგინაზღაურებ, არც სამსახურიდან გაგაგდებენ, შენ თუ ექიმი ხარ, როგორც ექიმი ისე იმსახურებ, თუ იურისტი ხარ, საქმის წარმოებაში დაეხმარები, მაგრამ საბაზისო განათლებას მიიღებ, მცურავი ხარ, შენ ასწავლე, მაშინ მცურვა და შენი ფორმა შეინარჩუნე იმ 3 დღის განმავლობაში, როცა აქ იქნები. ესეთი სისტემები არსებობს მთელ მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია რომ საუკეთესო მაგალითები ამოუკრიფოთ და ამ ადამიანებს ნებაყოფლობითაც რომ წავიყვანთ, ანუ სახელმწიფოს ნებაყოფლობითობა გამოიხატება იმაში, რომ დროის მიხედვით ალაგებს ამას და თუ ვინმეს რაიმე განსაკუთრებული საჭიროება აქვს, გაითვალისწინებს ამ სახელმწიფოს. ნებაყოფლობითობაზე არა, სახელმწიფო მიმენეჯმენტებს მეუბნება რომ დღეს წამოდი, მე თუ ეუბნები რომ დღეს აი მართლა ვერ წამოვა, იმიტომ რომ 8 თვის ორსული ცოლი მყავს სამსახური რაღაცა, კაი, გადაგივადებ დასასრულისკენ. ეგ არის ნებაყოფლობითობა, სახელმწიფო მოდის შენთან და შენი ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად უნდა მოიხადო ეს არა ეროვნული, არა რაღაცა წარმოუდგენელი მოვალეობა, ეს მოვალეობა შენ გიჩნდება იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ერთადაც ამ სახელმწიფოს აშენებ. შენ ცალკე მოწყვეტილი კუნძული კი არ ხარ სადღაც. ადამიანს თქმის ის, რომ ვიღაცას ელაპარაკება. ამ ადამიანის მიმართ გიჩნდება ვალდებულება, რომ ხო, რაღაცა თუნდაც მოიკლო რაღაც მომენტში, თუ ამის საჭიროება გაქვს და არავინ არ ამბობს, რომ სახელმწიფო მოგწყვიტავს და მოგკლავს. თუ ამის შესაძლებლობა, მე ვერავინ ვერ დამაჯერებს. 20 წლის განმავლობაში, 20-დან 45 წლამდე, უბრალოდ 25 წლის განმავლობაში 6 თვე ვერ გამონახავს ადამიანი, რომლის პერიოდში ჩაბატკვირას რაღაცა დამატებითი იმის მიღება შეუძლია. განათლება. ხო, ჩემი შემაჯამ სიტყვა არ ვიცი გამოვთო არ 3 წუთი, მაგრამ ხო, ისევ გავიმეორებ იმას, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შევთანხმდით ამ კონკრეტულ იმაში, ალბათ ვერ შევთანხმდებით, რომ რაღაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა რა, ასე ვთქვათ, სისტემასაც ლაზარე ხატავს რაღაც მომენტში, რომ რაღაც ამ ადამიანებმა უნდა გაიარონ ეს ყველაფერი და ყველამ უნდა იცოდეს თავდაცვა და ასე შემდეგ. მაგ ნაწილს მარტო იმ ნაწილში დავეთანხმებოდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაიწყო დანერგვა სკოლებში, უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ, სადაც საერთოდ ადამიანებს მომავალში არ ექნებათ ვალდებულება იმისა, რომ შენთვის 6 თვე გამოყონ, რაღაცები მიატოვონ და ასე ვთქვათ, სავალდებულო სამსახური. სახელმწიფოსთვის.
ხო, კაი. სავალდებულო სამხედრო საბოლოოდ შევაჯამებ იმას, რომ მე მაინც ყველაზე ეფექტური მგონია ის, როდესაც ადამიანებს საკუთარი ნების გამოვლენის საშუალებას ვაძლევთ რა, უნდა მას ჯარში წასვლა, კი ბატონო, წამოვა, მე შევუქმნი შესაბამის პირობებს, რომ ის იყოს ღირსეული ჯარისკაცი, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა, ან არ შეუძლია რომ ეს გააკეთოს, მე მივცემ იმის უფლებას, რომ იმაში რეალიზდეს, რაც მას უკეთ გამოსდის რა. პირობითად ეხლა რას თქვა, რომ ცურვა შენ თუ უკეთ გამოგდის, წადის სხვა ცურვა ასწავლე და ასე შემდეგ, მე მგონია რომ ზუსტად ადამიანები იმაში ის უნდა ვაკეთოთ ყველამ, რაც უკეთ გამოგდის რა. მე თუ დოულაც ვქმნი დღეს, ანუ რაღაც ორ სამსახურში ვმუშაობ, გადასახადებს ვიხდი, იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვა საერთო ასე ვთქვა, ჩვენ საერთო ინტერესებს არ ვიზიარებ, რომ ანუ კარგი თავდაცვა გქონდეს პირიქით, ანუ მე ვაკეთებ იმდენს და ვიხდი იმდენ გადასახადს, რომ ვიღაც, არ ვიცი, ჯარისკაცის აღჭურვილობა და ასე შემდეგ, ან ხელფასი დავაფინანსო. შესაბამისად მგონია, რომ ყველა მის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც უკეთ გამოგდის და თუ ჩვენ ადამიანებს მართლა თუ წეღანაც რა ყველაფერიც თქვი, გავზდით ბიუჯეტს და ასე შემდეგ ახარ ჩამოვთვლი ხა რა წეღან ვისაუბრე, ამ ყველაფერს თუ ადამიანებს შევთავაზებთ, მე მგონია, რომ ქართველები ოდითგანვე პატრიოტები ვიყავით და ჩვენთან გამოერევა იმდენი ადამიანი, რომელიც ანუ მართლა დაიცავს ქვეყანას და მართლა გვეყოლება შესაბამისი თავდაცვა ღირსეული ჯარისკაცებით. ჩვენ თუ გონია და ანუ ხალხს იმდენად უგუნურად უყურებთ, რომ ჩვენ ქართველებმა არც თავდაცვა ვიცით, არც ეს გვინდა, არც ის გვაინტერესებს მომავალში მტერი რომ შემოგვესიოს, რას გავაკეთებ და იმდენად სულელები ვართ, რომ ამ ყველაფერს საერთოდ ვერ ვიაზრებთ, რომ რა საფრთხეები არსებობს ჩვენ წინაშე და რა არის ჩვენთვის უკეთესი, არც ეს არ ვიცით. მე ქართველებს ეგრე არ უყურებ, რომ ეგეთი სულელები ვართ, რომ რაღაცების გადაწყვეტა არ შეგვიძლია. ამიტომ ლაზარის რაღაც ნაწილებში ვეთანხმები და კარგია რომ თვითონაც მეთანხმება და წინა ბოროტულ სისტემას მაინც არ ემხრობა, რასაც ადრე ქართული ოცნება აკეთებდა, თუმცა გამიხარდებოდა, რომ მაინც სავალდებულობის ნაწილში შევთანხმებული. ბოროტზე არის იდიოტური არის, ანუ არაფერს არა, ანუ იდიოტურს რა უჭერს, იდიოტური ჯობია იყოს, ვიდრე ის, რომ ანუ ჩემთვის მართლა მონობა არა, მონობა სხვა არაფერი არ არის. ეხლა მე რო გითხრა ანა, რომ წამოდი, შენ უნდა წამოხვიდე ჩემთან სახლში და ერთი წელი საჭმელი უფასოდ ვიმზადო. ანუ სხვა რა არის ეს, თუ არა? ხო და ანუ სხვა რა არის ეს, ხო? თუ შენ ეს არ გინდა ოღონდ, შენ თუ გინდა, კი, შეგიძლია უფასოდაც ემსახურო, ვისაც გინდა. ეს ჩემთვის მონობა არ იქნება, შენი ანუ სურვილი თუ ვიღაც უფასოდ რაღაც გავუკეთო. მაგრამ მე თუ ამას გაძალებ შენების საწინააღმდეგოდ, არ ვიცი ამას სხვა რა უნდა დავარქოს, თუ არა ადამიანის დამონების სურვილი, რომ აკეთებინო ის, რაც საერთოდ თან ამას ფუთავ რაღაც მაღალი მატერიებით, რომ ამით თითქოს თავდაცვას ვაშენებ და ასე შემდეგ. თითქოს არა, ვაშენებ. არა, სხვა თავდაცვას არ აშენებს ჩემო ლაზარე. რუსკარო წინაპირობა თუ ის იქნება, რომ თუ არ წამოყვები, მოვკვდები დიდი ალბათობით და მე ეს არ მესმის იმდენად უგუნური ვარ, მაშინ რა უნდა ვქნა? თუ არ წამოხო მოვკვდები რას? ხო, ანუ არ მეცოდინება როგორ გადავრჩე. ანუ აქ ხო ესეთი შედარებაა, რომ თუ მე საჭმელს არ გაგიკეთებ და ამაზე უარს გეტყვი. ეს დიდად არაფერს შედეგს არ გამოიღებს ცუდ ჩემთვის, მაგრამ ლაზარე როგორც პოზიციონირებს, თუ ჯარში არ წავა ადამიანი, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დაიღუპოს. ხო, რა მოკლა, ჩემ საბოლოო სათქმელი ის იქნება, რომ ყოველთვის მგონია, რომ არასავალდებულობა და ნების გამოვლენა უბრალოდ უფრო ეფექტიანი ადამიანებში, ვიდრე ის, რომ ვიღაცას რაღაცა გაკეთება დააძალო, იმის რისიც მას არ უნდა ან ეშინიან ასე კარგი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო დებატისთვის. იმედია მაყურებელმაც ისე ამოუნა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა დღევანდელი დებატი. მადლობა მოწვევისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მართლა ჩვენ ვიქნებით მთავარი ძალა ქვეყნის და მართლა გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მომავალ საქართველოზე ვიდებატოთ, გქონდეს დისკუსია და გადავწყვიტოთ ხოლმე რა იქნება სწორი და რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის სხვა ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე. მაყურებელს მადლობას მოუხდი იმის გამო, რომ გადავუხდი, იმის გამო, რომ ამ დრომდე ჩვენთან ერთად არის და გვიყურებს. ვთხოვ, რომ დაალაიქოს ეს ვიდეო, გამოყვეს Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და ასევე დაგვასაბსქრაიბოს მისმინეს არხი YouTube-ზე. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი.